ჩემთვის წიგნების გარემოცვაში ყოფნა და მუშაობა პირველივე დღიდან იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სამსახური, იმიტომ რომ თავიდანვე მაგ მოტივით მოვედი, რომ რაღაცა უფრო მეც მივიღებდი აქედან. მე ვარ დათო ღარიბაშვილი, 8 წელია ვმუშაობ ბიბლუსში, კონკრეტულად ვაკის პარკის ფილიალში და ხალხს ვეხმარები წიგნების შერჩევაში. ჩემი და წიგნების ურთიერთობა დაიწყო ბავშვობაში, იმ დროს არ იშოვებოდა ესე მარტივად წიგნები და დაიწყო იმით, რომ სადაც უნდა მოგეძიებინა მეზობელთან და უშუალოდ რაღაც ბიბლიოთეკაში, სადაც მწირი არჩევანი იყო. და პირველი რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო ჟიულ ვერნის წიგნები, რომელმაც საერთოდ სხვა სამყარო დამანახა და რაღაცნაირად შევედი იმ სამყაროში, რასაც წიგნის კითხვა ქვია და ჟიულ ვერნის სამყარო. თავიდან ცოტა მიჭირდა, სიმართლე რომ ვთქვა, ბევრ წიგნში რაღაცა ერთი კონკრეტული სპოვნა. მაგრამ მე თანდათან რო შევეჩვიე და ეს წიგნის მოძებნის პროცესი რომ მივხვდი რა საინტერესოა, მე უკვე თანდათან უფრო შემიყვარდა ეს. ყოველთვის როცა მომხმარებელი შემოდის და მოდის ჩემთან მაგალითად რაღაც წიგნის შერჩევაში დახმარებას მთხოვს, ვცდილობ რომ ყოველთვის ისეთი ლიტერატურა აურჩიო, რაღაც არსებობს დამატებითი კითხვები, რომლითაც ვიგებ ადამიანს რა შეიძლება მოეწონოს, იმიტომ რომ ეს რაღაცა სასიამოვნო პროცესია ისიც, რომ იმ ადამიანს მოეწონოს შენი ნარჩევი წიგნი. ანუ ესე უბრალოდ არ მინდა ხოლმე, რომ შევარჩევინო წიგნი, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს. ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაც დამატებითი კითხვებით ისეთ წიგნი შევარჩევინო, რომ მე რაღაც უკავშირიც მივიღო იმაზე, რომ ძალიან მოეწონა. ამ საქმეში ყველაზე მეტად მომწონს, როგორც ახსენე, მომხმარებლის უკავშირი და ის, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მოდის და გეუბნება, რომ შენი ნარჩევი წიგნი მომეწონა. და რაღაც სასიამოვნო შეგრძნება ის, რომ კიდე შენთან მოდის, კიდე შენ გთხოვს, რომ შეარჩევინო ის ლიტერატურა, რაც მოეწონება. ადამიანს, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, აუცილებლად უნდა უყვარდეს თვითონაც კითხვა, უნდა გრძნობდეს იმ შეგრძნებას, რაც წიგნის კითხვას მოაქვს. და აი წიგნის სიყვარული მაინც რაღაცა შინაგანად სხვანაირად შეიგრძნობა ჩემი აზრით. და აი ეგ შეგრძნება უნდა ჰქონდეს. ასევე უნდა უყვარდეს მომხმარებელთან ურთიერთობა. როგორც სამსახურში, ასევე სამსახურის გარეთ ვცდილობ, რომ ეს წიგნის რჩევა და წიგნის კულტურის შეყვარება იყოს ჩემი მისია. იმიტომ რომ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს უყვარდეს კითხვა და ხვდები, რომ აი შეიძლება ერთმა რაღაც კონკრეტულმა წიგნმა ადამიანში გამოიწვიოს წიგნის, ანუ აღარ დააინტერესოს წიგნის კითხვა, იმიტომ რომ მეც მქონია მაგალითად შემთხვევები, როცა ერთ რაღაც კონკრეტულ წიგნს წავიკითხავ და იმ მომენტში ის წიგნი არ უნდა წამეკითხა და რაღაც პერიოდი მერე რაღაც გულაცრუებული ვარ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე დიდებში იქნება ეს თუ დიდებისთვის იქნება ეს თუ ბავშვებისთვის, რომ რაღაც ისეთი კონკრეტული წიგნი ურჩიო, რაც გაუღვიძებს უფრო წყვილს და მოანდომებს ამ წიგნების სიყვარულს. და ესეთ შემთხვევები მქონია ბევრი, ამიტომ ხშირად მომმართავენ ხოლმე, რომ მოსწონთ ჩემი ნარჩევი წიგნები, ასე რომ ვთქვათ და იწევს ინტერესს ის, რომ მე შევურჩიო მათ წიგნი. მე თვითონ როგორც მკითხველს არ მაქვს რაღაც კონკრეტული ჟანრი, რომელიც რაღაც განსაკუთრებულად მომწონს. ვცდილობ ხოლმე ყოველთვის, რომ რაღაც სხვადასხვა ჟანრს გავეცნო. უფრო ალბათ ხატრული ლიტერატურა მომწონს. არის ხოლმე შემთხვევები, როცა რაღაც ერთ კონკრეტულ წიგნს რამოდენიმეჯერ უბრუნდები. ესეთი იყო მაგალითად კაფკას მეტამორფოზი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ხშირად ვკითხულობ, ალბათ 5-6 ჯერ მაქვს წაკითხული და ყოველთვის სხვადასხვა
ემოციას მიტოვებს. ხშირად ვაიგივებ ხოლმე ჩემ თავს რაღაც კონკრეტულ პერსონაჟებთან. თითქმის ყველა წიგნში პოულობ ისეთ პერსონაჟს, ვისაც ჩემთან საერთო აქვს. ერთ-ერთი გამორჩეული ამ კუთხით არის აინ რენდის პირველ წყაროდან პერსონაჟის სახელი არის ჰაუარდ რორკი, რომელიც ცდილობს ცხოვრების სირთულეებს გაუძლოს, თავისი სწავლით, განათლებით, რაღაც როცა არ გამოსდის, როცა არ ნებდება და არ უხვევს რაღაც თავის დასახული მიზნიდან და მიყვება იმ გზას, რაც ჩაფიქრებული აქვს და ცდილობს ბოლომდე რომ გამოიყვანოს ეს ყველაფერი. პირველ რიგში წიგნმა რომ ჩამithრიოს და იმაჯაჭოს, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის დასაწყისი, როგორ იწყება. მე მაგალითად მომწონს, როცა დასაწყისშივე საინტერესო პერსონაჟია და იმ პერსონაჟს მივყვები მე ყოფილა შემთხვევები, როცა წიგნის კითხვა დამიწყია, დასაწყისი არ მომწონებია, გამიგრძელებია და მე ჩაუთრევი ვარ სიუჟეტს, მიმდინარეობას, ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება რომ ჩაგითრიოს. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა თავი დამინებებია, ეგ ბუნებრივი რამეა, შეიძლება რაღაც კონკრეტული წიგნი იმ დროს არ მიესადაგებოდეს შენ განწყობას და არ არის ამაში ცუდი არაფერი, რომ დაანებო თავი იმ წიგნს, თუნდაც მერე მიუბრუნდე ან აღარ მიუბრუნდე, ყველა წიგნი არ იქნება ჩვენი გემოვნებისთვის. წიგნის კითხვის დროს ჩემთვის გარემო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუმცა გააჩნია წიგნებსაც, არის წიგნები, რომელსაც წავიკითხავ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც ქუჩაში, თუნდაც ტრანსპორტში, თუნდაც სამსახურში. მაგრამ არის წიგნები, რომელსაც განსაკუთრებული ფიქრი ჭირდებათ, რომ შეიგრძნო იმ წიგნის ღირებულება. წიგნებმა ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა, მას შემდეგ რაც წიგნების კითხვა დავიწყე, გავიცანი და დაუმეგობრდი უამრავ პერსონაჟს. სამყარო დამანახა მრავალფეროვნად, უფრო ფიქრის დროს თუნდაც უფრო მარტივად ფიქრობ სხვადასხვა პრობლემებზე, თუნდაც პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე, იმიტომ რომ სადღაც რაღაც გინახავს, წაგიკითხავს იქ და რაღაცნაირად გეხმარება მაგის გადატანაში, იმიტომ რომ წიგნში უკვე გადატანილი გაქვს ყველაფერი, წაგიკითხავს და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ადამიანებს ამ კუთხით შევახედო წიგნებთან. და ეს რაღაცნაირად მომწონს და ეს წიგნების სიყვარულში დახმარება ვფიქრობ, რომ რაღაცა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მომწონს ეს და დიდი ხანი ვაპირებ ამას.